მათ ესახარებაში გახსოვთ ხო, რომ ერთს 5 ტალანტს მისცემს, მეორეს 2-ს, მესამეს 1-ს. როგორ გაუნაწილა ძალისაებრ მათისა. ზოგს არ შეუძლია 5 ტალანტი იტვირთოს, ამიტომ 2 მისცა. ზოგს ის 2-ს არ შეუძლია და ამიტომ 1 მისცა. შესაბამისად ძალისაებრ გაუნაწილა და მათი ძალისაებრ ითხოვს 5-5, 2-2, 1-1. ეს არის ღმერთისგან მოცემული. და ნახეთ რა ხდება. გაუმრავლეს და იმ ერთმა არ გაამრავლა, შეეშინდა რომ რაც ქონდა ისიც არ დაეკარგა. აი ადამიანს რო ეშინია ხოლმე სულიერ ცხოვრებაში შეცდომების, სულიერ ცხოვრებაში რაღაც გადაცდომების, ხიბლის მათ შორის და ასე შემდეგ და ამიტომ სამწუხარო გავრცელებული მდგომარეობაში, როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებს, კმაყოფილია რაღაც ზედაპირული ქრისტიანობით, არ ეძებს, არ უღმრავდება, შემოქმედებით, კაი გაგებით ექსპერიმენტებს არ ატარებს. საკუთარ თავთან, ღმერთთან ურთიერთობაში. გესმით ეს ჩვენ ვეძებთ, ჩვენ შემოქმედებითობა ის კი არ არის მარტო დავხატო, მარტო მუსიკა შევქმნა, მეცნიერებაში მწვერვალებს მივახციო. საკუთარი თავის გარდაქმნაში, საკუთარი თავის ღმერთად გარდაქმნაში. თანამონაწილეობა უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ღვთის თანამუშაკნი ვარ და ამას უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალი ჭირდება, რომელიც ადამიანს აქვს, ოღონდ ეს უნდა გამოავლინოს. ესმით აი ამაშია საქმე, თორე ღმერთს რა უცებ მოვიდოდა და თავზე ხელს გადაგისვავდა და გახდებოდი ის რაც უნდა იყო, მაგრამ არ გამოვა ესე შენი თავისუფლების გარეშე. და შენი თავისუფლება სადაც არის, უკვე ურთიერთობა, შემოქმედებითობა.